მისი ბოლო სიტყვა ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. მისი ბოლო სიტყვა არის ის, რომ ძალიან კარგად გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში, ძალიან მოწონ ხარ და ეს ყველაფერი მიდის გრძნობამდე, ამაში დარწმუნებულია, სისხლხორცებული გრძნობა, ძლიერი გრძნობა და გეუბნება მის ბოლო სიტყვას, რომ მას ძალიან უყვარხარ, მაგრამ ეს სიყვარული რატომღაც და ეს გრძნობა თქვენ გაყენებთ ტკივილს. იმიტომ რომ თვითონ ადამიანი არის კომფორტის მოყვარული, მისი შეგრძნებები არის დადებითი, ყველაფერი შეიძლება ძალიან მისი კუთხი და მისი ჭრილით უყურებს, რაც მისთვის არის მისაღები, თქვენ კიდე ძალიან პრობლემურად აღიქვამთ ამ ყველაფერს. მაშინ კითხვა ისმის. ანუ არ შეუძლია ამ ადამიანმა გადმოქცეს სწორად ეს გრძნობა? ხო, აი ძალიან ცივია და არ შეუძლია არ ამბობს და მოკლედ ძალიან გაუგებარი ტიპაჟია. მაგრამ ის რომ გრძნობა აქვს თქვენს მიმართ და კმაყოფილია, ეს არის მისი ხედვა, მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ნუ ახლა ეს როგორ რაღაცა იცი, ამირან გულში მღეროდაო, თქვენ ძალიან ხლართებში ხართ და ძალიან დაძაბული ხართ ამ ურთიერთობაში და განვითარებაც არ არის აქ და შებოჭილი ხართ და საერთოდ უარყოფითად მოქმედებს ამ ადამიანის გრძნობა თქვენზე. ნუ ტიპაჟიდან გამომეტყობა უხეში ადამიანი ან რაღაცა სხვანაირი ადამიანია გოგონები. ამიტომ მისი ბოლო სიტყვა არის გრძნობა, მაგრამ როგორც ყოველთვის აქ მაინც იქამდე მივდივართ, რომ ეს ყველაფერი არის манипуლაციური, ეს ყველაფერი აზიანებს ამ ურთიერთობას, ზედმეტი ტვირთია უკვე ეს ურთიერთობა, ეს გრძნობას და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ამ სიყვარულმა უნდა მოიტანოს შვება, ბედნიერება, მაგრამ რატომღაც არ მოაქვს და ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან მაინც ლოგიკურ დასასრულამდე მივა, ამიტომ კარგად გაერკვიეთ ყველაფერში და თუ ადამიანი თქვენთვის მისაღებია, შესაბამისად უნდა იყოთ მორგებული მასზე, მაგრამ ეს ის ტიპი არის, რომელიც მოგერგება. მაგრამ არ უარყოფს იმას, რომ თქვენს მიმართ გრძნობა აქვს.